პირველ რიგში ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი და ყურადღებას გავამახვილებდი აი ზუსტად ბოლოს მადლობა უნდა უთხრათ აშიშის საელჩოს რომელმაც გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ მათ სურდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და მან უთხრა უარი მიიღო. ხო, ეხლა პირველ რიგში ეს მათი აზრით იყო რაღაცა მაშველი რგოლი და წახმარება ოპოზიციას იმისათვის რომ წინა დღეს გამოქვეყნდა ტრამპის წერილი მილოცვასთან დაკავშირებით და განსაკუთრებულად იქ ხაზგასმით აღნიშნული იყო რომ ჩემს ადმინისტრაციას სურვილი აქვს რომ თქვათ საქართველოს ხელისუფლებას და ითანამშრომლოს და რაღაცა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო აქცენტი გაკეთებული. კი ბატონო. ჯერ ამას გამოეკიდნენ რომ აი ნახეო მარტო ეკონომიკური უწერიაო და პოლიტიკურიო არ უწერიაო. ანუ თავარი უბედურება რა არის იცით? ეგ არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს და მართალს ამბობთ. არც რაღაც განსაკუთრებულად უნდა გვიხაროდეს. კი. ეჭქვეშ არც დაუყენებია ხელისუფლება ლეგიტიმაცია თქვა დღეს ტრამპს და სულაც არ უნდა გვენაღლებოდეს დააყენებს თუ არა ეჭქვეშ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ლეგიტიმაციას, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა მოხდა და როგორ იქნა არჩეული ხელისუფლება. მორჩა და გათავდა. სულ არ მენაღლებოდა, მაგრამ ძალით აკეთებენ ისე, ხო წევენ თამასას ისე რომ აი ხო თამასა აწიეს და ხო თვითონ ვერ გადაახდნენ რა. თავიანთ თავს თვითონ იღუპებენ, მე ჩაუტყდება, ჩავარდებიან და აი ესე კიბეები utყდებათ და ვარდებიან და ვარდებიან რა. თუ რაღაცა ამ საელჩოების დახმარებით რაღაცა საფეხურები გაიარეს, მე ისე ციტყვიან. თავიანთი რაღაცა ქმედებებით ისევ იმ საელჩოების დახმარებით უკან ვარდებიან და ჩადიან ისე უკან. პირველ რიგში ანუ ეხლა მათ წარმოდგენაში როგორ არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები და თვითონ ამერიკის ელჩიმაც ეხლა მიზანიც რაც იყო ხო ვნახეთ რომ აგერ არის საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანი რომელმაც გაბედა და უარი უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუბიოს წინადადებები უნდა გადაგვეცა და მან კიდევ უარი გვითხრა შეხვედრასთან დაკავშირებით და ეს უნდა გამხდარიყო სკანდალი. ესეც ვერ გაასკანდალებულებმა. ესეც ანუ რა ვერკნეს არა აღარ აქვს რესურსი. არა გავიგე აქ მთავარი რა არის? ერთი შეხედვით როგორ არის იცით? აგერ არის პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების ხელმძღვანელი რომელიც ყოველ დღე და სიტუაციიდან გამომდინარე გვიცხადებს რომ წერილიც მიწერა შეერთებულ შტატებს რომ აგერ არის თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ და ჩვენ მზად ვართ სალაპარაკოთ რაღაცა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობებიდან გამომდინარე, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, პრაგმატიზმი ხო ეს არის, რომ შენ უნდა შენი ინტერესი გაიმაგრო, რა თქმა უნდა, სხვისიც უნდა გაითვალისწინოს, ხომ და არ გამოვა. ასეთ ვითარებაში ვითომ ამათ რა გააკეთეს? ეხლა ნახე, ესენი ერთი ხელით იმას ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებს მიმართავენ, რომ მოდი ვითანამშრომლოთ და ჩვენ კიდე ვითომ თანამშრომლობის მიზეზით აგერ მოვედი რუბიოს იქაური საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებები უნდა გადმომეცა და თქვენ უარი თქვით. ანუ ამით იმის თქმა უნდათ რომ იცი რა არის ამერიკასთან ურთიერთობები არ გინდათ და რაღაცა ძალით აფუჭებთ და ასე შემდეგ. კი, დავუშვათ ამ თქმა უნდა. ეს იყო მიზანი. მოდი ჩვენ აქედან დავიწყოთ. ჯერ ერთი მიზანი ეს არ ყოფილა და რა თქმა უნდა მე გაერკვა, მაგრამ დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენ უკვე ქართველებს გვაქვს საკმარისი ძალა, სიამაყე და რაც მთავარია პოლიტიკური მიზანდასახულობა და მიზანდაჭერილობა, რომ ადამიანს, რომელსაც თითქოს გვეუბნებიან, რომ შევთავაზეთ ჩვენ გასაღები ურთიერთობების გადატვირთვისა, იმ ადამიანმა განაცხადა, რომ იცით რა არის? თქვენ პირველ რიგში მე შანტაჟის პირობებში მელაპარაკებით, რასაც ჩვენ ისედაც ვაცხადებთ, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ თანაბარ უფლებიანობის ვითარებაში, ანუ ერთი და იგივე პირობები უნდა დავждდეთ. თანასწორობის ნულიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. ამ დროს შენ მოდიხარ და მე მეუბნები, რომ მე შენი 2 მილიარდი მაქვს დაყადაღებული და ბიჭო, იცი როგორ არის?
მოდი ახლა ვილაპარაკოთ, აბა რა გამოვა. რევოლვერი მოგაბჯინე და ანუ დაახლოებით ის არის. წმინდა ამერიკული სტილია სხვა შორის. ხო, უკრაინა რუსეთს შორის რო ველაპარაკებიან რომ იმასო პუტინს უნდა რომ მეტი დაიპყროს რომ მე მოლაპარაკებების დროს წინ იყოს რა თქმა უნდა, ხო? მეტი უფლებები ქონდეს. ასე უნდათ ელაპარაკოთ და მეორეც პირდაპირ განუცხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხელა ქვეყანას რომ თქვენ თუ საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადები უნდა გადმოგცეთ აგერ ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენს ყო პრემიერიც არის. ყველაზე დიდი პრემიერ-მინისტრი ყავს ქვეყანაში და გითხარი. წადის იმას ელაპარაკებს.